უკრაინაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ტელეკომპანია Fox ჩაერთო მიხეილ სააკაშვილმა ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინის მაგალითებსა და რუსეთის როლზე ისაუბრა. To solve his issues during Olympic Games. იმის თქმა რომ რუსეთმა მოახდინა რეაგირება ჩვენ შეჭრაზე იგივეა ვთქვათ რომ უკრაინის პოლიცია ახდენს რეაგირებას ხალხზე რომელსაც თავისუფლება სწყურია. როგორც ჩანს ვლადიმერ პუტინს ჩვევია საკუთარი საკითხები ოლიმპიური თამაშების დროს გადაწყვიტოს. რუსეთი ბოლოს მას შემდეგ შემოიჭრა საქართველოში რაც დავაჩქარეთ ნატოში გაწევრიანების პროცესი. ეს ზუსტად პეკინის ოლიმპიადის დროს მოხდა. ახლა სოჭის ოლიმპიადა ტარდება და რუსეთი უკრაინას უტევს. ვლადიმერ პუტინმა რომელმაც ამ თვეში უკრაინის მთავრობას მისცა 2 მილიარდი უფლება იყიდა ამისათვის. ეს ფული ძალიან სჭირდებოდათ, რადგან პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის გამო ქვეყანაში კორუფცია, უმართავობა და არეულობაა. შემთხვევითი არ არის, რომ სოჩი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო ეს ფული და შეტევაც დაიწყო. ზუსტად ისე, როგორც 2008 წელს ახლაც ამბობენ, რომ პროვოცირებული იყვნენ და ერბიათ იმ ადამიანების აქცია, რომლებსაც სურთ იყვნენ თავისუფალი, ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრება და არაკორუმპირებული დემოკრატიული ქვეყანა. უკრაინა საქართველოზე ბევრად დიდია, მაგრამ რუსეთმა მაინც მოახერხა გაეკეთებინა ის რაც საქართველოში რეგიონების გამოყოფა. მისი პირველი სამიზნე ყირიმია. უშინ ყირიმის ეგრეთ წოდებული პარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობას მოითხოვენ თუ კიევში რუსეთის გავლენა შესუსტდება. მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსები კიევს ვერ შეინარჩუნებენ, რადგან უკრაინელი ხალხი ისტორიულად მამაცია. ვფიქრობ, რომ ახლა იშლება საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. პუტინმა კარგად იცის, რომ თუ უკრაინა დემოკრატიული ღია ევროპული ქვეყანა იქნება, რუსი ხალხიც დაუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას. რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს? ველაპარაკე სახელმწიფო დეპარტამენტში ხალხს და მათ დაადასტურეს, რომ რუსები პასპორტებს არ იგებენ უკრაინაში, ისე როგორც ამას საქართველოში აკეთებდნენ 2008 წლის აგრესიამდე და ჩემი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციამდე. ეს ერთობლივი ბრძოლაა, საქმე მხოლოდ უკრაინას არ ეხება. უშინ ჩემი თანაპარტიელი ქართველი ბიჭი დაიღუპა ტყვიით კიევში. ხალხი მთელი რეგიონიდან ჩადის კიევში და თანაგრძნობას უცხადებს დემონსტრანტებს. დგას მათ გვერდით. თუ უკრაინა გახდება თავისუფალი, ყველა ჩვენგანსაც გაუჩნდება შანსი. პუტინი იბრძვის არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის, არამედ ფიქრობს, რომ თუ ის ამას არ გააკეთებს, რუსეთშიც დაკარგავს ძალაუფლებას. მახსოვს საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ. ეს იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ძალაუფლების დემონსტრირება, მაგრამ დეცენტრალიზაცია დაიწყო პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიების ახალგაზრდული ფესტივალის შემდეგ, როდესაც ხალხი მთელი მსოფლიოდან შეიკრიბა. რუსეთის ისტორიაში არსებობს ასეთი მაგალითები, როდესაც დიდი საერთაშორისო მოვლენა ხდება, ამბები ხელისუფლების ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ ვითარდება. ბევრი მსგავსებაა სოჭისა და მოსკოვის ოლიმპიადებს შორის. შემთხვევითი არ არის, რომ სოჭი ობიექტების დიდი ნაწილი ცარიელია. იქ ხალხს შესვლის უფლებას არ აძლევენ. ზუსტად აღწერს ამ ყველაფერს ფუსი რაიოტის აქტივისტი ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში. რაც კიევში ხდება, აჩვენებს მხოლოდ მის უკუსვლას. დასავლეთსა და ამერიკაში ფიქლის გაზზე მუშაობენ, რუსეთში კი ეკონომიკა სტაგნაციის ზღვარზეა. ხალხს კი პოსტსაბჭოთა სივრცეში სურს იცხოვროს თავისუფალ, არაკორუმპირებულ საზოგადოებაში. მათ ყელში აქვთ ამოსული კორუფცია, ნაცნობობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ის, რასაც ვლადიმერ პუტინი ცდილობს შეინარჩუნოს. ლაპარაკი არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკაზე. ხშირად ახსენებენ აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინას. ასეთი რამ არ არსებობს. ხალხს უკრაინის არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში არ სურს იცხოვროს კორუფციულ გარემოში. ასეთ ქვეყანას მხოლოდ პუტინის რუსეთი წარმოადგენს. ჩვენ ვეცადეთ დავშორებოდით მას, დავამარცხეთ კორუფცია, შევცვალეთ ბევრი რამ, მაგრამ დავისაჯეთ. უკრაინა საქართველოზე 10-ჯერ დიდია, უფრო ძლიერი რომ გადაყლაპო, მაგრამ პუტინის სურვილი იმდენად დიდია, რომ ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ჩემი ვარაუდი ასეთია, მისი ამბიცია ჩაიმარხება კიევში. რასაც უკრაინელი ხალხი აკეთებს, მნიშვნელოვანია დანარჩენი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. შეიძლება ვთქვათ, რომ ცივი ომი დასრულდა, მაგრამ ომი არ არის დასრულებული ვლადიმერ პუტინისთვის. ის კვლავ იბრძვის, თუმცა მისი დამარცხება შეიძლება ისევე როგორც დამარცხდნენ სხვა საბჭოთა ლიდერები, რადგან მათ ვერ შეძლეს მოდერნიზება, ვერ მოუტანეს ხალხს თავისუფლება და ენერგოტექნოლოგიური რევოლუცია. სწორედ იგივე ხდება დღეს, რა რაოდენობის ფულიც არ უნდა მისცეს უკრაინელებს, ის ხალხამდე მაინც ვერ მიაღწევს. იქ ისეა განვითარებული კორუფცია პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების მიერ, რომ ეს ყველაფერი გაიფლანგება. უკრაინელებმაც კარგად იციან ამის შესახებ. უკრაინელებმა კარგად იციან რა სურთ. მათ ფული არ უნდათ, ქუჩაში გამოსული ხალხი მოითხოვს ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას. მათ სურთ ახალი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ფიქრობ, ევროკავშირმა სწორი ნაბიჯი გადადგა და შეშფოთების გამოხატვის შემდეგ სანქციები შემოიღო. ეს სანქციები გავრცელდება ელიტის წარმომადგენლებზე უკრაინასა და რუსეთში. ისინი არდებენ ინვესტიციებს საკუთარ ქვეყნებში, ყიდულობენ სახლებს დასავლეთის საუკეთესო ადგილებში, მაგალითად ფლორიდაში ან საფრანგეთის სამხრეთში. შვილებს აგზავნიან საზღვარგარეთ. ფულს ინახავენ უცხოურ ბანკებში, ვერ ხედავენ საკუთარი ქვეყნის მომავალს. მაგნიცკის სიასაც და სანქციებსაც შედეგი
რეგიმო აქვს. დასავლეთმა სათანადოდ უნდა შეაფასოს საკუთარი ძალა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამავდროულად სათანადოდ უნდა შეაფასონ რუსეთის ძალაც, როდესაც სხვა ფაქტორებიც არსებობს. ასე რომ სანქციები პირველი ნაბიჯი იყო. საქმე ლიდერებში არ არის. სხვაგანაც ვნახე მოძრაობები Facebook-ის ორგანიზებული. უკრაინაში საპროტესტო მოძრაობის ლიდერები ჩემი მეგობრები არიან. ვიტალი კლიჩკო, პეტრე პოროშენკო, არსენი იაცენიუკი. ისინი საუბრობენ, როგორი ქვეყანა უნდა იყოს უკრაინა მომავალში. კიევში ვიმყოფებოდი და სხვათა შორის პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს. მახსოვს მთელი ღამე ვისხედით და ვლაპარაკობდით, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები უკრაინაში აქციების შემდეგ. მათ სურთ ისწავლონ, როგორ დაამარცხა საქართველოს კორუფცია, როგორ გავატარეთ პოლიციასა და საგადასახადო სისტემაში, სამთავრობო ინსტიტუტებში რეფორმები. ისინი ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე და არა მხოლოდ რუსეთის მარიონეტის მოცილებაზე. სწორედ ამის ეშინია ვლადიმერ პუტინს, ვინ იქნება უკრაინის მმართველი. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, გატარდება რეფორმები, შეიცვლება რეგიონში თანწყობაც. უკრაინა დიდი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და თუ ის შეძლებს, რუსებიც იტყვიან, რომ ამის გაკეთება მათაც შეუძლიათ. საქართველოს შემთხვევაშიც ამბობდნენ რუსეთში, თუ საქართველოს შეძლო, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია გავაკეთეთო. უკრაინაში ახლა იდეისთვის მიმდინარეობს ბრძოლა და არა კონკრეტული ლიდერებისთვის. ქართველები ფიქრობენ, რომ ეს მათი ბრძოლაცაა, რადგან თუ რუსეთი უკრაინას მოუგრეხს კისერს, გზა ადვილად გაეხსნება. მით უმეტეს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%. სწორედ იგივეს გაკეთებას ცდილობს ახლა ყირიმი. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. შეძლო უკრაინაში პრორუსული მთავრობა მოსულიყო. შემდეგ მოახერხა საქართველოს არჩევნებში 2 მილიარდი დაეხარჯა მთავრობის შესაცვლელად. ფიქრობდა, რომ დამჯერები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და მე მომიცილა თავიდან, რადგან მისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამას მოხვა ის, რომ ბოლო წუთს გადაუჭრა უკრაინას ევროპული ასოცირების გზა. როდესაც ეგონა, რომ გაიმარჯვა, რომ ამერიკა აღარ იყო დაინტერესებული და ევროპის განდევნაც მოახერხა რეგიონიდან. ამ დროს გამოვიდა ქუჩებში ხალხი და იმედიც გაუცრუდა. რუსეთი ფიქრობს, რომ რაც კიევში ხდება, დასავლეთის მიერ მოწყობილი შეთქმულებაა. ხალხი კი ქუჩებში ცენტრალურ სადაზვერო სამმართველოს გამოყავს. ამ დროს ცენტრალურ სადაზვერო სამმართველოში ფიქრობენ ეს ყველაფერი როგორ მოხდა, ისე რომ ინფორმაციაც არ ქონდაო. ხალხი საკუთარი აზრის გამოსახატად გამოვიდა ქუჩაში, ისე როგორც ეს ქართველებმა და მოლდოველებმა გააკეთეს. რუსეთშიც გამოვიდნენ ქუჩებში. ნორმალური ინსტინქტია იცხოვრო კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში. საქართველოს მიაღწია ეკონომიკურ წარმატებას. ბოლო 9 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა უფრო გაიზარდა ვიდრე რუსეთის. საქართველოს ევროკავშირის მიხედვით მე-9 ადგილზეა. რუსეთი კი 92-ზე. საქართველოს ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა. უკრაინა და რუსეთი კი პირიქით. ეს კონტრასტი აშკარაა და შეუძლებელია მისი იგნორირება. თუმცა პუტინი ცდილობს პროპაგანდა აწარმოოს, მაგრამ უშედეგოდ. ამას აჩვენებს უკრაინელთა პროტესტიც.